ლიტერა 2025-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია. პატიმრობაში მყოფი ზვიად რატიანი ლიტერას სპეციალური პრიზის მფლობელია. ლიტერას ორგანიზატორები ამბობენ, რომ მას განსაკუთრებული ჯილდო მიენიჭა შეუპოვარი პოეტური და სამოქალაქო პოზიციისთვის, რომელიც მათივე თქმით ყველას შეახსენებს, რომ შეუძლებელია სინდისის, იმედის, გამბედაობის, თავისუფლებისა და სიმართლის წყურვილის დატყვევება. წლის საუკეთესო დებიუტის კატეგორიაში ლიტერას ლაურეატები ნიკო გორგილაძე და თინათინ ნოღაიდელი გახდნენ. საუკეთესო პოეტური კრებულის ნომინაციაში გამარჯვება თამთა დოლიძემ მოიპოვა, პროზაულ კრებულში კი გამარჯვება არმაზ ბეკარის ერგო. წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზაული კრებულის კატეგორიაში გამარჯვებულია ანა მარგველაშვილია. რაც შეეხება საუკეთესო რომანს, ჟიურის გადაწყვეტილებით ამ ნომინაციაში გამარჯვება ნოდარ ლადარიას ხვდა წელად. ლიტერატურული პრემია ლიტერა 2015 წელს მწერალთა სახლმა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ დააარსეს. 2021 წლიდან მას შემდეგ, რაც მწერლების დიდმა ნაწილმა პრემიას ბოიკოტი გამოუცხადა, ლიტერას საქართველოს პენცენტრი გასცემს. ქვეყანა არის ისეთი, როგორც იქ იცხოვრება პოეტს და დღეს ზვიად რატიანი არის ციხეში, იმიტომ რომ გამოხატვის თავისუფლება პოეტისთვის, მწერლისთვის არ არის მხოლოდ სამოქალაქო უფლება. ეს არის ის, რასაც ეფუძნება მისი შემოქმედება და ცხოვრება. პრინციპში ჩვენ წელს ძალიან გაგვიჭირდა მუშაობა, იმიტომ რომ თან ვიბრძოდით, თან მუშაობდით და აი ეს გარემო განაპირობებდა ამ ტექსტების სხვაგვარად წაკითხვასაც გარკვეულწილად. როგორც გაირკვა დღეს საღამოს 6 ლაურეატედან 4 არის ემიგრანტი. სპეციალური პრიზი გადაეცა პოეტს, რომელიც ციხეშია. ჩვენ სულ სხვა საქართველოსთვის ვიბრძვით. ეს ხალხი უნდა წერდეს, ცხოვრობდეს და მუშაობდეს აქ საქართველოში. ხშირად მეუბნებიან, რომ ლიტერატურისთვის ცოტა ცუდ დროს გამოვიდა ჩემი წიგნი. ამ აქციების ფონზე, პოლიტიკური სიტუაციის ფონზე და მე კი მგონია, რომ აი ძალიან მამაცი გადაწყვეტილება მიიღო სულაკაურმა. გამოეცა ისტორია, რომელიც პირველ პირში ყვება ქუიარ ადამიანის ნარატივს და ამბავს. ამიტომაც მე მგონია, რომ ძალიან სწორ დროს გამოიცა, სწორედ მაშინ, როდესაც კანონებით და ყოველგვარი საშუალებით გვებრძვის პოლიტიკური ძალაუფლება. პირველ რიგში იმიტომ მიხარია, რომ წიგნი არის თელავზე, ჩემს საყვარელ ქალაქზე, სადაც მე თბილისიდან გადავედი საცხოვრებლად, რამდენიმე წელი იქ ვიცხოვრე და ძალიან მინდა, რომ მეტმა ადამიანმა გაიგოს ამ შესანიშნავი ქალაქის შესახებ ის, რაც ასე ჩვეულებრივ ჩასულებმა არ იციან ხოლმე და იმედი მაქვს, რომ საინტერესო ქალაქს აღმოაჩენენ. პენის ეგიდით რა ხანტარდება ეს პრემია, პენი ჟურნალისტების უფლებასაც იცავს და ამიტომ ზიამაღლობელიც უნდა აღვნიშნოთ. რამდენიმე მწერალი, თქვათ, რამდენიმე დღის წინ, თქვათ, ზვიად კვარაცხელია, ბექა ქურხული რუსთაველის პროსპექტიდან დაატუსაღეს, ასე და აი ეს კონტექსტია ეხლაც, ამიტომ რეალურად ლიტერაც ეხმიანება ყველაფერ იმას, რაც ხდება ჩვენს გარშემო.